ბატონო როი. დიახ. თქვენს ახალგაზრდულ ფრთას, რომლებიც ხშირად აწყობთ გასვლით ღონისძიებებს რაიონებში, რეგიონებში. აი ამ ახალგაზრდული ფრთის იდეით დღეს მიმდინარეობს შესწავლა იმ საკითხებისა, თუ რაოდენ მიუღებელია, ან თუნდაც როგორ მიგაჩნიათ თქვენ ქართველი მეცნიერების ინჟინერების მიერ წლების წინ მილსადენებით წყლის რესურსების გატანა თუნდაც კახეთის რეგიონიდან და დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დაიწყო მიწისქვეშა გრუნტის წყლების მონიტორინგითი სამუშაო ღონისძიებების გატარება. რის მაუწყებელია ეს, რისთვის აკეთებენ აი ამ ყოველივეს დათვალონ წყლის რესურსები არსებული მისი რესურსული პოტენციალით, თუ უკვე მზაობა არის იმისა, რაღაც გარკვეულწილად თქვი აზრებით განხორციელდეს ის იდეოლოგიებით მოსული და ჩვენი ქვეყნისთვის რაოდენ ხელსაყრელი და რაოდენ თქვენი აზრით, ახალგაზრდების აზრით, რაოდენ მისაღებია მილსადენებით ბუნებრივი რესურსის ნედლეული სახით გატანა საქართველოს. მოგახსენებთ, რომ მილსადენებით იყო საუბარი, რომ გაეტანათ კახეთის რეგიონიდან ირანში სასმელი წყალი, მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ როგორც მოგეხსენებათ, მილსადენში მოძრავი წყალი 80 კილომეტრის მანძილზე, როდესაც გადაადგილდება და მეტზე, კარგავს თავის მინერალურ შემადგენლობას და ბუნებრივობას. და შესაბამისად აღარ არის გამოსადეგი ის სასმელად. და ამიტომ შეჩერდა, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაიწყო მონიტორინგი. მე ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი იმასთან და ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში მომავალში, რომ გაიტანონ საქართველოსთან მიწისქვეშა გრუნტის წყლები მილსადენის საშუალებით. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს არ იქნება მიმართული ჩვენი ხალხის კეთილდღეობისკენ, ეს იქნება ვიწრო მერკანტული იდეებით გამსჭვალული თითო ერთეული ადამიანების ჯიბეების გასასქელებელი პროექტი, რომლის წინააღმდეგაც უნდა დავდგეთ მთელი ერი და რომლის განხორციელებასაც არამც თუ უნდა შეუშალოთ ხელი, არამედ არ უნდა მოხდეს მსგავსი პროექტის განხორციელება. შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო რესურსული პოტენციალის მონიტორინგს იმიტომ ახორციელებს, რომ გაიგონ თუ რა საბადოები, ასე ვთქვათ, გვაქვს ჩვენ და რა რესურსული პოტენციალი გაგვაჩნია ბუნებრივი გრუნტის წყლებისა, შესაძლოა ეს იყოს ვიწრო მერკანტული იდეებით გამსჭვალული ადამიანებისკენ მიმართული პროექტი და პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ ახალგაზრდული მოძრაობა მოვითხოვთ პასუხს, თუ რატომ ახორციელებენ უახლოეს მომავალში გარემოს დაცვის სამინისტროდან, რატომ ახორციელებენ გრუნტის წყლების აქტიურ მონიტორინგს და მოგაწოდებთ ინფორმაციას. გასაგებია. დიდი მადლობა. თუმცა დავამატებდი, რომ თუ მათ მონიტორინგი იმისთვის აინტერესებთ, რა ბუნებრივი რესურსების, გრუნტის წყლების ბუნებრივი რესურსული პოტენციალი გააჩნია, მარაგები გააჩნია საქართველოს, ეს კონცეფცია პროგრამაში უკვე დადგენილია და გაწერილია. ეს სახელმწიფო ბალანსებიც არსებობს და შესწავლილი ბიოლოგიურ და მაკრობიოლოგიურ დონეზე. შესაბამისად არ სხვათა შორის როინ მე მინდა ეხლა რომ ახალგაზრდა გუნდის წარმომადგენლებს აი თქვენ პირადად გაცნობოთ, რომ 2014 წლის თებერვალში შექმნილი სახელმწიფო წყლის ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს მიერ წინადადება იქნა წარდგენილი თავრობაში, რომ აი ამ გზით რეჟიმების დადგენისა და წყლის ხარისხობრივი რეგლამენტური მაჩვენებლების შესწავლის მიზნით რამოდენიმე რეგიონების მიხედვით ჩერჩევითი ობიექტები შეგვესწავლა. დიახ, აი ეს თავრობის გადაწყვეტილებით, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ საკოორდინაციო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, გამოყოფილი იქნა თანხები 50,000 ლარის ოდენობით და ეს ამ თანხებიდან გახარჯული იქნა 25 რეგიონალურ ობიექტებზე არსებული წყლის ჭაბურღილებზე, წყლის მონიტორინგი იქნა განხორციელებული ჩვენში საქართველოში დღეს არსებული ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიული ანალიტიკური კვლევებით
დღეს არსებობს ესეთი გამა, რომელსაც შესწევს უნარი ევროსტანდარტულ დონეზე აწარმოოს მონიტორინგი წყლის რესურსებისა. აი ამ სამთავრობო დავალებით, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვღებულობდით მონაწილეობას, კომისიის წევრებით, პირადად მე, ჩემი მეგობრები ზაურ ციხელაშვილი, გურამ სუსელია, ირაკლი მიქაძე, ბაქარ თოფურიძე და ასე შემდეგ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები აი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში. აი ეს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მონიტორინგის შერჩეული ადგილები და ჩატარებული მონიტორინგით, რამოდენიმე ადგილი აღმოჩნდა ისეთი არსებულ ჭაბურღილებზე, რომლებიც ბიოლოგიურად იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ დაბინძურებული. ბიოლოგიურად დაბინძურება რას ნიშნავს? არსებულ ჭაბურღილების ზედაპირზე, მიწის ზედაპირზე, არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ბიოლოგიურად იქნა დაბინძურებული აი ამ ჭაბურღილებიდან მიღებული წყლის რესურსები. არათუ ბასეინი, სწორედ ამ ერთეული ჭაბურღილებზე ბიოლოგიურად დაბინძურებული, რით შეიძლება ეს განპირობებული იყოს? ეს იქნება მისვლით, პირუტყვის სასმელი დარწყულების. პირველ რიგში ეს იქნება ძალიან დიახ, ანთროპოგენური ფაქტორებით, შემდეგ თუნდაც კოღო, მწერი, ბუზი და ასე შემდეგ. ეს საშიშროებას არ წარმოადგენს ბატონებო მონიტორინგი სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფო ეგიდით, რეგიონების მიხედვით უკვე ჩატარებულია. არსებული წყლის ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობა შესწავლილია და ნუ ხარჯავთ ეკოლოგიის სამინისტროში იმ უაზრო თანხებს, რომლების გამოყენებას დღეს შიმშილის ზღვარს მიღმა ხალხის საზრდო საბადებლის მოსაპოვებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. დაანებეთ თავი აი ამ ზედმეტ რაღაც მოძრაობებს, ფინანსური ნაკადების ხარჯვას, უმიზნოს. ამას ჩვენ თვითონ ჩადებული გვაქვს კაპიტალის მოზიდვის დროს ნებისმიერ რეგიონში, ჩვენ ყველა რეგიონში ვიცით, სადაც უნდა გაიმართოთ მუნიციპალურ ერთეულებში, ჩამოსვლენ დაფასებელი ქარხნები, ყველას ბიოლოგიურ, ქიმიური შემადგენლობა ვიცით. ვიცით იმ მარტეზიული აუზების ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობებიც. ვიცით სადაც არის, სადაც გადის და ვის მიერ არის შეძენილი თითოეული ეს ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიები და მიზანიც ვიცით, რისთვის არის შეძენილი და რისთვის აპრიო. ისიც ვიცით ეკოლოგიის სამინისტრომ, შესაბამისმა სააგენტოებმა, როგორ გაეცით 100 მეტრ-კუბი წამში, 20 მეტრ-კუბიდან 5 კუბომეტრ წამიდან 1 კუბომეტრი წამი, როგორ გაეცით აი ამ ჭაბურღილებზე ლიცენზიის გზით. წყლის გადამამუშავებელ საწარმოებს ისინი არ აშენებენ, წყლის ექსპლუატაციას გამოყენებას ისინი არ ეწევიან და რა საშუალებებით სწორედ ესაა შესასწავლი. რა საშუალებებით როგორ ხდება სახელმწიფოში შენატანების ყოველთვიური შენატანების სახით მობილიზება თანხების. აი ამას უნდა გასცეს ეკოლოგიის სამინისტრომ და ბუნებრივი რესურსების სააგენტომ. სწორედ ამ უმოქმედობას, სწორედ ამ გაუაზრებელ საქციელებზე უნდა იქნეს სახელმწიფოს მიერ მონიტორინგი დაწესებული. ზუსტად აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რასაც ჩვენი ქონების, ხალხის ქონების მატერიალური ფასეულობის ხელაღებით უმიზნოდ უაზროდ ხარჯვა ჰქვია. კონცეპტუალურ ნაწილში ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებით წყლის ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ბიოლოგიური, ქიმიური შემადგენლობების კვლევებზე ჩადებულია თანხები. ამით სახელმწიფოს ნუ გააღატაკებთ და ნუ ეცდებით, რომ ხელი მოითმოს ხელფასების სახით, პრემიალური დანამატების სახით, შემდგომ აი ამ უწყებების მესვეურებმა. ბატონებო, ქვეყანაში მიმდინარეობს ღრმა კრიზისი, სოციალური, ეკონომიკური, მონეტარული პოლიტიკამ აბსოლუტურად ეკონომიკა დაანგრია. რატო არ გინდათ ირწმუნოთ, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, მომავალში ჩვენ ყოველგვარი ელემენტარული საყოფაცხოვრო პირობების გარეშე დავრჩებით. ჩამოგვეშლება სწორედ ის საყოფაცხოვრო სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მართვას ვერ შევძლებთ. გაიქცევა სადავეები, თუ ასე გაგრძელდა. პარლამენტარების არ არის ეს ქვეყანა. პარლამენტარები ხალხმა აგირჩიათ. უმრავლესობა ლიდერებისა კი ფიქრობთ ხალხზე, მაგრამ მიკეტილები კაბინეტებში საკუთარი კეთილდღეობის მომავალი კარგი უკეთესი პირობების შექმნა ვერ უშველის ქვეყანას და ვერც თქვენ ვერ წაგადგებათ თქვენ ოჯახებთან ერთად ეს დამოუკიდებულება, პოლიტიკური მოღვაწეობის დამოუკიდებულება. ამიტომ გონს მოეგეთ, ხალხს მოусმინეთ, ადამიანები იხმეთ, მიდით ხალხთან, მისი გასაჭირში
ჩაეძიეთ მისი გასაჭირი გაიგეთ და ამის შემდეგ მიიღეთ ის შესაბამისი გარდამავალი დებულებების სახით კანონები, რასაც საპარლამენტო მოღვაწეობა, საკანონმდებლო მოღვაწეობა არ ნახავთ. არა თუ ის, რომ დილა ადრიან საკუთარი ოჯახის წევრების სამსახურებში ან კიდე მობილების უზრუნველყოფად, ან კიდე დროის სატარებლად მობილიზებული ავტომანქანები ფარახებებიდან დასძრან და ხალხი კიდე ლუპაპურის საძებნად ქუჩაში ხელგაწვდილი დარბოდნენ. აი ეს არის დღეს მთელი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომ ხალხს იმედი არ მოუკლათ და ერთიანი ძალისხმევით ხალხის მომავალი იმედი მაინც შეუნარჩუნოთ. ნიჰილიზმში ნუ ჩავკლავთ და ჩავახშობთ ამ ღირსეულ ხალხს. ყველა მიცოდეს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ერთეულების ხელში აღმოჩნდა ჩვენი ხალხის საშუალო ფენის, პედაგოგ, მეცნიერების, ინჟინრების, არქიტექტორების, ყველა დარგის საშუალო ფენის წარმომადგენლების ქონება ერთეულების ხელში აღმოჩნდა. დაფიქრდეს დღევანდელმა მსხვილმა მეწარმეებმა. ვისი ქარხნებით იშოვეთ ფული, ვისი აშენებული ქარხნებით, ვისი წინხედრი ქარხნებით, ჩვენი წინათაობების, ჩვენი მშობლების, ჩვენი ბებია-ბაბუების მიერ სოციალური შენატანებით. თავიანთი შრომის საფასურად სახელმწიფოს ხაზინა როივსებოდა. აი ეს ქონება გადაინაწილეთ და დღეს ზემოდან დახურებთ აი ამ დამშეულ ხალხს. და ზოგჯერ ისიც წამოწდებიან, რომ პრეზიდენტ ყოფილის არც მინდა რომ ვთქვა, ისიც წამოწდება ზოგიერთს, რომ თითქოს 15 და 20 ლარი ოჯახს, ხუთსულიან ოჯახს გამოსაკვებად ეყოფა. 7 და 8 ლარიც. ეს სამარცხვინო ფაქტებია, მეგობრებო, ამას დაუფიქრდეთ. ბატონო როი. დიახ. ახალგაზრდები როგორ აღიქვავთ დღეს თქვენ სწავლა-განათლების მიღების პროცესში, როგორ არიან ადამიანების ახალგაზრდების აი ამ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, როგორ ძლევენ ისინი ქირის, სწავლის, ქირის საფასურის გადახდა. შეუჩერდა უჩერდებათ. სავალალო სიტუაცია ამ მდგომარეობა დღეს საქართველოში ამ ხრივ. ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს აი ზუსტად გადაუხდელობის გამო შეუჩერეს სტუდენტის სტატუსი. ძალიან ბევრმა ვერ შეძლო გაეგრძელებინა სწავლა, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ვერ წდებიან უმუშევრობის გამო, ამ მაღალი გადასახადების გამო, ბინის ქირას, თავიანთ ყოფა ცხოვრების პრობლემების მოგვარებას, არამც თუ გართობაზე და სიარულზეა საუბარი, აქეთ-იქით არამედ ლუკმა პურის ჭამაზეა საუბარი, რომელსაც დღეს სტუდენტები ასე ვთქვათ ზოგი ნატრობს და უამრავს სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა ლიცენზია. შეგიძლიათ ამოიღოთ ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, გინდათ ტექნიკურ უნივერსიტეტში, გინდათ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესეუში, გინდათ ილიას უნივერსიტეტში, სტუდენტთა სია რამდენს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი გადაუხდელობის გამო. 1%-დან 10%-ზე ავიდა უკვე სტუდენტების სტატუსის შეჩერება გადასახადის გადაუხდელობის გამო. და რატომ საქართველოს რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანას? მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთ-ერთი უდიდრესი ქვეყნის შვილები ვართ, მაგრამ ჩვენს პოტენციალს ვერ ვიყენებთ. რაციონალურად ვერ ვიყენებთ. რომ ჩვენ განვითარდეთ, რატომ უნდა დგებოდეს დღის წესრიგში საკითხი სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა გადასახადის გადაუხდელობის გამო, რატომ უნდა იხდიდნენ ქართველი ბავშვები, სტუდენტები, ახალგაზრდები სწავლაში ფულს? გასაგებია. აი ყველაზე უმთავრესი მტკივნეული საკითხს მივადექით ახლა, ბატონებო. აი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ რაოდენ უნდა იყოს სახელმწიფოს როლი წილობრივი მონაწილეობით განსაზღვრული, აი ამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში 7-8% არის. უკვე წილი, კერძო 7-8-9%-ზე არის, გაიგეთ ბატონებო. და საქართველოში თითქმის 60%, 65% უკვე სწავლის საფასურს იხდის. ის, ვინც ვერ მოიპოვა, ვერ გადალახა სრული სისტემა, პარალელური სრული სისტემა, გრანტის მოპოვებისა სასწავლო პროცესის 20, 25, 50-იანი, 100%-იანი გრანტები
ესეთები 65% ზემოთაა, დანარჩენი 65% აი ამ მეტად რთულ კრიზისულ ფონზე ოჯახს აწვდან ამ კისერზე. კი მე ვემიჩნები ახლა რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სწავლის პროცესი არამს და არამს ბატონებო თავის ფუნქციურ დატვირთვას ივანე ჯავახიშვილის და ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრწყინვალედ მიმდინარეობს. სწავლა განათლების პრაქტიკული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები, ლაბორატორიული კვლევითი სამუშაოები. დღეს ლაბორატორიები წავართვით გასული ხელისუფლების მიერ წართ 2800 კაცი უნივერსიტეტის, დედა უნივერსიტეტის კედლებიდან იქნა განდევნილი. ერთ დღეში ჩარეცხილი მეცნიერ პროფესორი პედაგოგები. ეს ლომაიას ხელისუფლების და ხუბუას ტანდემით, ხელისუფლების ტანდემით უნივერსიტეტიდან 2800 მეცნიერ პედაგოგი. ის ადამიანები დღეს ზოგი დარდით დაიხოცა, აი ამ შეურაცხყოფით მიყენებული დარდის. ტუალეტში გამოამწყდი ეს ხალხი. მე არ მინდა ეხლა ზედმეტი ემოციური დატვირთვების ფონზე რაღაც და დღეს სამართლიანობის აღდგენას ელოდება ეს ადამიანები, შეურაცხყოფილი ადამიანები. უნივერსიტეტის დღევანდელმა არც ერთმა ხელისუფალმა ბოდიშით საჯაროდ არც კი მოუხადეს, რომ ვერ შევძელით, ვერ მივახციეთ სამართლიანობა. და უნივერსიტეტი აივსო თეატუთბერიძის მსგავსი პროფესორ მეცნიერ პედაგოგები. ნამდვილად. თეატუთბერიძის დონის მეცნიერ სპეციალისტებით. დევნიან დღესაც იდევნება ღვაწმოსილი გამოცნიერი ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფის მეცნიერები, პედაგოგ მეცნიერები. აი ამას არ აქცევს დღეს უნივერსიტეტში ყურადღებას ხელისუფალი. კიდევ კარგი რომ ეს არ ხორციელდება ტექნიკურ უნივერსიტეტში. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა შეძლო ლომაია ხუბუას დროინდელ ხელისუფლებიდან გადაერჩინა, აი ამ დევნიდან გადაერჩინა მეცნიერ სპეციალისტები და დღეს ისინი ღვაწმოსილი მეცნიერები დღესაც თავიანთი დიდი ცოდნით შემოქმედებით საქმიანობით დღეს აუდიტორიებში არიან და ეწევიან პრაქტიკულ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს და ახსნით თეორიულ პრაქტიკულ სამუშაოებს სტუდენტებთან. ეს შეძლო ივერი ფრანგიშვილიშვილმა, ეს შეძლო არჩილ ფრანგიშვილმა. ეს შეძლო ლევან კლიმიაშვილმა, ეს შეძლო ზურაბ გასტაშვილმა. რა გახდა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან განდევნილი ხალხზე, თუნდაც ერთი სამადლობელი სიტყვა ან ერთი ბოდიშის მოხდის უნარი რო გამოემჟღავნებინა ხელისუფალს. აი ესეთი მსგავსი საქციელები ადამიანებს დგუნავენ. ქვეყანას ესეთი ქცევის мотиваცია კარგს არაფერს არ მოუტანს. გმადლობთ ყურადღებისათვის. გემშვიდობებით. ნახვამდის.